ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ მაგისტრალზე მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე გზის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიწის ჩამოშლის საფრთხის გამო მიიღეს. გვიან ღამით სოფელ ხევთან ჩამოწვეული მეწყერის შემდეგ სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა შევიდა. მთის მასივის გაწმენდის შემდეგ გზაზე დამცავი ჯებირები გაკეთდება. დასავლეთისკენ მიმავალი მძღოლები დილიდან გომის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის შემოვლითი გზით სარგებლობენ. რიკოთის უღელტეხილზე სავალი გზა მეწყერისგან ამ დრომდე ჩახერგილია. გაჩერებულია მისამელიანი და ნახევრად მისამელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო რაც შეეხება მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილდებიან საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის შემოვლითი გზით. მთის ჩამოშლის საფრთხე სოფელ ხევთან ამ დრომდე არსებობს. ამ მონაკვეთზე მძიმე ტექნიკით მთის მასივს დილიდან ანგრევენ. ზემოთ დაახლოებით დარჩენილია 5,000 კუბიკი მიწა რა, რომელიც დაძრულია უკვე და გაჩერებულია და ეხლა იმუშავებენ გეგმას, რომ როგორ ჩამოვიდეს ეს მასივი დაბლა. საგზაო სამსახურის ინფორმაციით სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე უცნობია, როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა. თუმცა სატვირთო ავტომობილების ნაწილმა პატრულის დახმარებით სტიქიის მონაკვეთი უკვე გაიარა. ისიც ღამის საათებში. უსაფრთხოების მიზნით მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია. არის გარკვეული სამუშაოები, რომელიც თქვენ შეხედავთ, რომ სრულყოფილად არ არის უსაფრთხო გადაადგილება ავტოტრანსპორტით. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძირითად სამუშაოებს მაინც დავასრულებთ ხვალ-დის ბოლოს. მობილიზებული არის მძიმე ტექნიკა, ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, აქ ასევე მობილიზებულია საინჟინრო და საპროექტო სამსახურები. რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა. რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ მოძრაობა დროებით აღდგა, თუმცა დღეს დილის 5 საათზე მთის მასივი კვლავ ჩამოიშალა. რიკოთის მონაკვეთზე მეწყერ საშიში კიდევ რამდენიმე მონაკვეთია, თუმცა სოფელ ხევთან მთის ეს ნაწილი ყველაზე საშიში აღმოჩნდა. აქედან ჩამოშლილი მიწა კი ყველაზე მასშტაბური. მიზეზი შესაძლოა ბევრი იყოს, მათ შორის კლიმატური პირობები. სავარაუდოდ, სწორედ უხმა ნალექმა გამოიწვია მთის ამ ნაწილის ჩამოშლაც. მეწყერ საშიშ მონაკვეთს გარემოს დაცვის გეოლოგთა ჯგუფი აკვირდება, რომელიც დასკვნას და რეკომენდაციებს მოამზადებს. პერიოდული გააქტიურებით ხასიათდება რიკოთის ეს მონაკვეთი, თუმცა შესაბამისი დამცავი ღონისძიების გატარების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საშუალება არ არსებობს. მეწყერის ზონაში მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს. მთის მასივის გაწმენდის შემდეგ გზაზე დამცავი ჯებირები გაკეთდება.